ფრთხილად. აი, ასე. ეს აიღე. ახლა დავაფარებ. დაისვენეთ. მე აქ არავის შემოვუშვებ. ხამე მშვიდობის. კარგად ხარ? ხო, საყვარელო. ხვდები, რომ ცდილობ შენ ეთქიული ყველას დავუმალო. მე მაინც მომიყევი. საავადმყოფოში წაგიყვანო. სასწრაფოს გამოგიძახებ. ნუ რაფერს დამიმალავ. მე არაფერს გიმალავ. ხალილ იბრაჰიმ. როგორი ვარ? რას ვგრძნობ? რა მაქვს და რა არა? ყველაფერს გეუბნები. და შენ? შენ რამეს მიმალავ? აშკარად ჰაკანს გულისხმობ. რამე გაიგე? მე არაფერს ვგულისხმობ. რამე თუ მოხდება? მინდა პირველი ვიყო, ვინც ამას გაიგებს და თან შენგან. მართალი ხარ ჩემო სიყვარულო. მაგრამ როგორ უნდა გითხრა? ბოლოს და ბოლოს შენი ბიძაშვილი იყო. მეც გიჟივით მომიქეცი. მარტო ამას არ ვგულისხმობ. ზოგადად გელაპარაკები. კარგი, თუ ინმეს მოკლას დავაპირებ და შენ გეძინება, შენს ყურთან დავიხრები და ჩაქჩურჩულებ, მის მოსაკლავად გავდივარ თქო. ძალიან მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად. ძალიან გთხოვ, რაც უნდა მოხდეს, გულწრფელი იყავი ჩემთან. არაფერია, რასაც შენ გამო არ გავაკეთებ. ზეინებ, მოსაყვალი ბევრი მაქვს, უბრალოდ დრო მჭირდება. დრო რომ მოვა, ყველაფერს მოგიყვები. ყველაფერს. დაგელოდები. მაგრამ რამე თუ მოხდა, მინდა ყველაფერი შენგან გავიგო. გპირდები. ორძანდი ლეილა. გამარჯობა თუნჯაი. როგორ ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? მეც არა მიშავს. აქ რას აკეთებ? სადმე მიდიხართ? ზეინებთან ვაპირებთ. იქრეც ველოდები. ფიქრეთიც აქაა? აკა, ყავას დალევს და მალე გავალთ. კარგი, სანამ აქაა ვნახავ. კარგი. შოთა ვიდრე ჰალილ იბრაჰიმთან ვიქნებით, ლევენც ელაპარაკე. დღეს უნდა ვნახოთ. კარგი? კარგი ფიქრეთ ბეი. თუ მკითხა რატომო რა ვუპასუხო? არაფერი. ანოთ ხარი რომ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ. კარგი, მაგრამ იქნებ მე მაინც მითხრა რა ხდება. ფიქრებმა ამიტანა. აიშე განქორწინებას მოულოდნელად დათანხმდა, ამის მიღმა რაღაც იმალება. ამას ვინმე თუ გაარკვევს, მხოლოდ ლევენთი. ასია ცოცხალი რომ იყოს, ვიტყოდი რომ რაღაც მართლა ხდება, მაგრამ ახლა აიშეზე ვლაპარაკობთ, ფიქრეთ ბეი. შეიძლება იჩხუბოს, იყვიროს, შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მეც ასე მგონია, მაგრამ ის ნიჰადი ყველა საქმეში ჩართული ყოფილა და მასაც გონება არ აურიოს. იმ ნიჰადის ადგილი მხოლოდ მიწის ქვეშაა.
ბოდიშ გიხდით ფიქრეთ ბეი. მე ბოდიშები. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. Hoş buldum. გმადლობ. Müsait miydin abi? გცელია ძმაო? რა თქმა უნდა, ჩემო მამაზო. მოდი, Hoş bulduk. გმადლობ. შემოდი. ზემოთ თუნჯაისთან ერთად ვიქნები ფიქრეთ ბეი, როცა მეტყვი, მაშინ წავიდეთ. გმადლობ. აბე როგორ ხარ? უკეთ? Ne diyeyim abi? რა გითხრა? ვერაფერს მეტყვი. ერთი რამე იცოდე. მე და დედა შენი ერთმანეთს ვერ უგებდით. იშვიათად კონტაქტობდით და სიმართლე გითხრა, დიდად ერთმანეთი არ გვიყვარდა, მაგრამ შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ. ზეინებისგან არასოდეს განსხვავებდი. Allah için. მართალია? სულ ასე მეკცეოდი. Ben de seni babamdan მე კი მამაზე მეტად მიყვარ ხარ. შენც იცი. ჩემო მშვენიერო. Abi sana anlatmam. ძმაო, სინამდვილეში რაღაც მინდა გითხრა. Ama böyle orta. მაგრამ შიშობ ჭორიკანა გამოვჩნდები. Ben de çekiniyorum. რატომ? Ya normal როგორც წესი, ხვირს საქმეებში არ ვყოფ. Ama მაგრამ ეს უნდა მომეყოლა. gibi oldu. O yüzden geldim. რასაგებია საქმეა შესახება. მედი მომიყევი. ისმენ. Biz dün გუშინ ყველა ერთად დედეს სახლში ვიყავით bu biri და თქვა, რომ ვიღაცასთან შეხვედრების დაწყებას აპირებს. რას ნიშნავს შეხვედრების? flört ფლირტზე ლაპარაკობდა. laflar etti. ლეილა სად აიშე და სად ფლირტი? Ya Levent abi ლევენ სკოლაში ერთი მეგობარი ჰყავდა. მას შეხვდა. onunla karşılaşmışlar. დალიეს. Bir şeyler içmişler. მოუყვა, რომ შენ დაგშორდა. ანუ იმ ნაძირალა ვოკან შეხვდა და რაღაც დალია შუა ქალაქში ყველას თვალწინ? Belli ki sen Volkan. როგორ ჩანს, ვულკანს იცნობ. ავადმყოფი იყო და აიშეს გასაქანს არ აძლევდა. ჩვენი ნიშნობის მერე სულ შეტყობინებებს უგზავნიდა. კიდევ კარგი, მამამ მიხედა მის ოჯახს და ელაპარაკა და იმათაც უცხოეთში გაუშვეს, რომ მე არ მომეკლა. მაშინ სერიოზული არაფერი ყოფილა. Ya ben მოიტყუა ვითომ ცხოვრება საგრძელებს. sana söyleyeyim. მე რომ ჩემთვის მომეყოლა. უნდა გააგრძელოს ცხოვრება. ჩემო მამაზო, არ ვამბობ, რომ არ უნდა გააგრძელოს, მაგრამ ასე არა. Çok sinirleneceğim bir şey. ძმაო, მგონი გასაბრაზებელი არაფერია. უბრალოდ მივალ და ვეტყვი იმ კაცს თავი დაანებოს. მე არ თქვას, არ გამაფრთხილეო. სახლშია? Evdedir herhalde. სახლში იყო. ჩემო ლამაზო. ღმერთო. Abim geliyor. მოდის. შოთა წავედით. Önce bir ay ჯერ აიშესკენ შოთა. şey mi oldu? რამე მოხდა ფიქრეთ ბეი? Henüz olmadı. ვიდრე მოხდება იქამდე მივიდეთ. არა ზეინებ, კარგად გამოიყურები. აშკარაა ჩემი სიძე კარგად გივლის. მალე უკეთ იქნება. ხო, ნელ-ნელა კონს მოვალ. გოგოებო, Var. სიმაძირფასო მეყავა არ მომიმზადე? ასე მეკცევი? Var olmaz mı? როგორ არა სამთრის ბაღში დავდოვე. Deli komutan. შეშლილი მეთაური მოვიდა. შენი ნახვა უნდა. Hayırdır? რამე მოხდა? Hayırdır diye soruyor musun? თითქოს არ იცი რა მოხდა. Olduğunu bilmiyorum. ოხუსთან ერთად გელის. Orada bekliyorlar. კარგი. ცოტა უჩემო დიჭორავეთ. მე წავალ და ტყუილებს დავაფრქვევ. გემრიელად მიირთვით. გმადლობ სემა. ზეინებ, ყავა ითხოვე, მაგრამ შენთვის შეიძლება? Kadar doğru. En kötü. უარესი რა შეიძლება მომივიდეს. მოუკვდები? შვილები აღარ მეყოლება? ელიფ. ანუ შენც იცი? Yani. ძულს რომ შენთვის ტყუილის თქმა არ შემიძლია. Ali ხალილ იბრაჰიმა გითხრა?
მანაც იცის? და ღმერთმა დამსაჯოს. ნეტა ვერა რატომ არ მომძრება? ჰალილ იბრაჰიმმა არ იცის, შენ რომ იცი. გუშინ მცადია მელაპარაკებინა. მკითხე რა მის მოყოლა ხომ არ უნდოდა, მაგრამ მიპასუხა დრო მოვა და მოგიყვებიო. ალბათ არ უნდა განერვიულოს. ფიქრეც უთხრა, ზეინები უკეთ გახდეს და მერე დაველაპარაკებიო. შენ საიდან გაიგე? ნედიმე ხანიმა ყოლა დაგვაფიცა, რომ ვერავინ გაიგებდა. ვერავინ გაიგებდა? აიშემაც კი იცის და ვერავინ გაიგებდა? ექიმთან რიზვან ბეიც იყო. აშკარად სახლში მოყვა. ვიფიქრე, რომ ასეც იქნებოდა. მერე აიშე ჩემთან მოვიდა და ახალი ამბავი მითხრა. რას ამბობ? ასე როდის გაბოროტდა? ერთი 100 მოკვდება და 100 გაჩნდება, ელიფ. ცხოვრება ასეთია. ზეინებ, გთხოვ არ ინერვიულო. გთხოვ, გემუდარები. ელიფ, ჰალილ იბრაჰიმს უნდა დავშორდე. რას ამბობ, ზეინებ? რატომ? ასე მას ვერ მოვექცევი. რატომ, რას უშავებ? ასეთ მშვენიერ კაცს შვილები უნდა ყავდეს. ვუყვარ ვარ და თვითონ არ დამშორდება, მაგრამ ასეთ ადამიანს შვილები უნდა ყავდეს. ზეინებ, უამრავი ადამიანია უშვილო. ზოგს არ უჩნდება, ზოგს თვითონ არ უნდა. თქვენს ბედნიერებას ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს. ზუსტად ამიტომ უნდა დავშორდეთ, ელიფ. ამ ბედნიერებას ვერ მოვაკლებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. სულ ამას ამბობდა. პატარა ჰალილ იბრაჰიმი და ზეინები მინდაო. ვერ ვეტყვი, რომ ვერ გავუჩენ. ზეინებ, გონი საღად ვერ აზროვნებ. რამე საშინელებას ნუ ჩაიდენ და ამ ურთიერთობას ნუ გააფუჭებ. კარგი? დამშვიდდი. ელიფ, ძალიან დავიღალე. ოთახში ავალ, დავისვენებ. გაგაცილებ. თვითონ მივალ. კარგი, თავს მოუფრთხილდი. კარგი? მეთაური სწორადაა აღშფოთებული. ჰაგან მარტენისგან ბევრი რამ შეგვეძლო გაგვეგო, ყველაზე სუსტი რგოლი იყო. ადრე თუ გვიან ალაპარაკდებოდა. საიდან მოიტანეს მაო? და ახლა ყველაფერი კარგადაა? არ გინდა რამე მითხრა? არა მეთაურო, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. მოიცადა ერთი წამით შენ რა ჰაკან მარტენი ალაპარაკე? ეს ამბავი ჯერჯერობით დაივიწყეთ. მარტენების მთელი იერარქი ჩვენთანაა. მერე? მერე არა მეთაურო. არაფერს მოვყვები, ვიდრე გზიდან არ ჩამომშორდებით. გასაგებია? ავად ხომ არ ხარ შვილო? ჩვენი ბრალია, რაც შენს ცოლს მოუვიდა რა? ასეთი ცხოვრება თვითონ მოიწყე. ის არ მესმის. ვინ დაგპირდა, რომ ასე ბედნიერ ოჯახს შექმნიდე და შვილები გეყოლებოდა? ოჯახი შექმენი, ბედნიერიც ვარ და ვინც ამის წართმევაც ცდილობს, ყველას ვანანებ. მეთაურო, გასაგებია ძმაო, მაგრამ იმ კაცის შვილი დაანაწევრე. რომ დაჯდება და დაგელოდება კიდევ რას იზამ? ინფორმაცია თუ გაქვს, ჩვენც გაგვიმხილე. გაიქცევა ძმაო. გაიქცევა, მე კი ამის საშუალებას არ მიცემ, ზუსტად ამიტომ არ გიზიარებთ ინფორმაციას. იცოდე, ერთ საღამოს ამ სახლიდან წაგიყვან და ძვლებს გადაგიმტრებ. ხოდა იცოდეთ, რომ ერთადერთი რასაც გაიგებთ, ძვლების მსხურევის ხმა იქნება მეთაურო. არაფერს მოვყვები. ოღუს. პროკურორს იმ ჩანაწერებს გადავცემ, რომელზეც ეს ტიპი ადამიანს შუაზე ჭრის. ციხიდან რომ გამოვა, იმ დროს აქ უკვე ცათამბჯენები იქნება. მას კი ხელში საუკეთესო ვარიანტში მხოლოდ ყავარჯნები ექნება და არწმუნე. ჰალო, ჩემო ძმაო, ეს კაცი აბადომყოფია.
რასაც დაგპირდა გააკეთებს, შენზე თუ არა ზეინებზე მაინც იფიქრე. ამ ყველაფერს სწორედ მის გამო ვაკეთებ აუს. წაყევი და დაარწმუნე, ყველაფერს მოუყვები, რაც ვიცი, ოღონდ ახლა არა. ანუ ყველა მე უნდა დავარწმუნო. მაგარია. რა ხდება? შიგნით ბიძა ჩემია აიშე. ნუ მაიძულები ქვიყვირო. უფრო კულტურულად არ შეგიძლია ფიქრეთ. ახლა კულტურაზე ნუ დამიწყებ საუბარს. რის გაკეთებას ცდილობ? Ne yapıyormuş? რის გაკეთებას ვცდილობ? მაინც რის? აიშე, ეს ვულკანი ახლა საიდან გამოწვრა? Ha, şu mesele. ეგ გაინტერესებდა? Her yerde de göz ყველგან ინფორმატორები გყავს არა? Ama sana ne ki benim? ჩემი პირადი ცხოვრება რა შენი საქმეა? Ben biriyle bir yerde არ შემიძლია ვინმესთან ერთად გავისეირნო, ან დავლიო? გაგიშტი, ჯერ განქორწინებაც კი არ დასრულებულა. imzayı attım. ხელი უკვე მოვაწერეთ ძვირფასო. Evlenirken bir ხელმოწერა განქორწინებისას ზუსტად ისე ცვლის ყველაფერს, როგორც განქორწინებისას. რა მიზანი გაქვს? Bak Fikri, ფიქრეთ. მისმინე, ben genç bir ახალგაზრდა ქალი ვარ. mutlu olmayı da hak ettiğimi ვფიქრობ ბედნიერებას ვიმსახურებ. Önümde upuzun bir hayat var. ხანგრძლივი ცხოვრება მელის და Ben bunu tek başıma არ მინდა მარტო ვიყო. და მარტო რატომ ხარ? ორი შვილი გყავს. Çocuklarımdan შვილებზე უარს არ ვამბობ ფიქრეთ. Onlar da ისინიც იმსახურებენ ბედნიერ ოჯახში ცხოვრებას. ახლა წახვალ და ცხოვრებას იმ არამზდადასთან ვულკანთან აწყობ. მერე კი ამას ბედნიერ ოჯახს დაარქმევ. ჩვენ შვილებს კი მასთან ერთად გაზრდი არა? aynen. ზუსტად ამას ვაპირებ. კარგი? მაგ ვულკანს მე მივხედავ. დღეიდან ყველას, ვინც შენთან ბედნიერი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს, დაფიქრება მოუწევს. შენ კი ოცნება გააგრძელე. როგორც თვითონ თქვი, ახალგაზრდა ხარ და ხანგრძლივი მარტოობა გელისაიშე. ხანგრძლივი მარტოობა. Sen öyle იოცნებ ფიქრეთ. o yolluyu იმ ნაძირალას სახლიდან თვითონ გააგდებ. sonra bu მე აქ მოხვალ. ayaklarıma kapanıp დაიჩოგებ ağlayarak და პატიებას მთხოვ ფიქრეთ. Gidiyor muyuz Fikret? სად მივდივართ ფიქრეთ ბეი? Zeynep Hanım. ზეინებ ხანიმთან? არა. Söyleyeceğim ne გზაში გეტყვი სად მივდივართ? Geç oğlum geç. Sema? სიმა, Zeynep nerede? ზეინები სად არის? sizin o ალბათ თქვენს ოთახში. Burada yok. ოთახი ცარიელია. როგორ цаრიელი? Bahçeye mi çıktı? იქნებ ბაღში გავიდე. შიგნით შემოდიოდა და ვინახე. სხვა ოთახებში შევამოწმებ. წამოყვე. Yok gerek yok. არა არ გინდა, სად წავიდოდა? კარგი.
შემოდი, საყვარელო. Ben de seni bekliyorum. შენ გილოდი. ზეინებ, თურმე რა ხდება? ადამიანს ბოლომდე ვერ გაიცნობ. ისე რომ გიყვარდეს მისთვის კვდებოდე, მაინც ვერ გაიცნობ. ზეინებ. გუშინ ღამით გთხოვედ რომ მოგეცა. გუშინ ღამით? მე კი გუშინ ღამით გთხოვე, ყველაფერი მოგეყოლა, რაც უნდა ვიცოდე. Tamam. კარგი, მართალი ხარ. Haklısın. მართალი ხარ, ვილაპარაკოთ. Konuşacak. სალაპარაკო აღარაფერია. Konuşacaksın. ლაპარაკის დრო გავიდა. Zeynep. Zeynep. Bir dinler misin? შეგიძლია მომისმინო? არ მინდა ხალილ იბრაჰიმ. ოდესმე თუ მომინდება გეტყვი. Sen bunu sana söylerim. ზეინებ, ძალიან გთხოვ. ხალილ იბრაჰიმ, ახლა მარტო დარჩენა მინდა. Turan, თურან, o aynaları... სარკეები დაგავიწყდა. გამოჯანამრთელდები და შენ გაწმენდ ოსმან. Zeynep, ზეინებ, iyi misin? კარგად ხარ? Turan. თურან სახლში წამიყვან? Evderken... სახლში? ჩემ სახლში. დედა ჩემის სახლში. Siz burada bekleyin. თქვენ აქ დამელოდეთ, ფიქრეთ ბეი. Kimle görüşeceğiz? წინ მე შევალ, ყველაფერს შევამოწმებ და
ნაფტინა. ერთხელ მაინც დამიჯერე შოთა. მეირა და შევამოწმებ ძმაო. Buyurun. მობრძანდით. ვულკანი აქ არის? არა ბატონო, თქვენ ვიმბრძანდებით, რით დაგეხმაროთ? ფიქრეთ ლეტო ვარ. როგორც ჩანს მიხვდა რომ მოვიდოდი და გაიქცა. გადაეცით რომ აუცილებლად გამოვიჭერ. მოვიდეს და ადამიანურად დავილაპარაკოთ. მე თუ ვიპოვი, მერე ლაპარაკს ვეღარ შეძლებს. გასაგებია? აუცილებლად მნახოს. არ გითხარით, გარეთ დამლოდებოდით. ძმაო, თუნჯაი. თუნჯაი. ძმაო, ნუ გეშინია, კარგად იქნები. ძმაო. თუნჯაი. ძმაო. შოთა. სასწრაფო გამოიძახე. ძმაო, კარგად იქნები. გაუძელი, ცოტას გაუძელი. თუნჯაი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ძმაო. არაფერი მოგივა. ძმაო. კარგი, მოდუნდი. სასწრაფო გჭირდება. თუნჯაი, მე მიყურე. თუნჯაი, მიყურე. თუნჯაი. თუნჯაი. შემომხედე ძმაო. არ დამტოვო. ჩემო ძამიკო, არ დამტოვო. თუნჯაი, არ წახვიდე. თუნჯაი. თუნჯაი. თვალი გაახილე. თუნჯაი. თუნჯაი. არ მოკვდე. შემომხედე ძამიკო. თუნჯაი, ძამიკო, შემომხედე. თხოვ. თუნჯაი არა. თუნჯაი, თვალები გაახილე.
Tunjai. სულ გაგიჟდი, რომელი ვულკანი ეს ვულკანი საერთოდ საიდან გაჩნდა? რა შენი საქმეა ლევენტ? მე გეკითხები საწოლში ვის დანწვები? რა ლაპარაკია შვილო საწოლში წვები რა სიტყვებია ფრთხილად თორემ ფეხებით გადაგივლი. მე კი არა იმ ადამიანს გადაუარა ფეხებით, რომელმაც მიღალადა. თუ შეძლებ, მამა. შვილო, ფიქრეთს ვულკანის სახელი უთხარი. ახლა ფიქრეთი წავა და მაგ ვულკანს მოკლავს. ვულკანს უკვე შევატყობინე დედა, ოფისიდან გამოვიდა. რადგან ვფიქრობ ფიქრეთმა გაიგო რომ ერთად ვისადილეთ. აიშე, ჩემო დაიგო. ძირფასო არ მინდა თუნდაც თმის ერთი ღერი ჩამოგივარდეს, მაგრამ ცეცხლს ეთამაშები. ფიქრეთს თუ გააბრაზებ, მისი შეჩერება შეუძლებელია. კარგი, შენი თავი არ გეწოდება, ბავშვები მაინც შეიცოდე. ვულკანი საერთოდ არ მაღელვებს. ბოლო ნაბიჯი გადავდგი იმისთვის, რომ ჩემი ქორწინება გადავარჩინო. ან ფიქრეთი მოცემულ სურათს დაინახავს, დამლას თავისი ცხოვრებიდან მოაშორებს. ან ცოლად გავყვები პირველივე ყველაზე უნამუსო, ყველაზე უბარგის ადამიანს, რომელიც ფიქრეთს გააგიჟებს. და ამით ერთხელ კი არა, ყოველ დღე მოვკლავ. თამիր, შენ ხარ? შენ ხარ თამիր? აბა. მე ვარ ძმაო. მოდი ჩვენთან, მოდი. მოდი აქ დაჯექი. გისმენ ძმაო, შემოდი დაჯექი. რა მოხდა, საიდან მოდიხარ? დედის საფლავზე ვიყავი ძმაო, იქიდან მომდივარ. სახეზე გეტყობა შვილო, ადამიანს არ გავხარ. თამერ, თავს ნუიდან ჯავშვილო. დედა შენს ამ მდგომარეობაში რომ ენახე, ინერვიულებდა. კარგად ვარ დეიდა, არ ინერვიულო. ასე არ გამოვა. ამ ბიჭს უნდა მივხედოთ. ჩვენ კაცები ვართ, მაგრამ ეს ქალის თანაგრძნობას არის მიჩვეული. ამ ბიჭის დედაც და დაც უნდა იყოთ. შენთვის ვიყავით და რა მოხდა? ხედავ როგორი გახდი. ღმერთო ჩემო. დამშვიდდი შვილო, დამშვიდდი. ღმერთო შენ გვიშველე. რა? დამშვიდდი თამիր. დამშვიდდი. არასწორი არაფერი გაგიკეთებია. გესმის? არასწორი არაფერი გაგიკეთებია, დამშვიდდი, კარგი? დამშვიდდი. დამშვიდდი. დამშვიდდი თამիր, დამშვიდდი. დამშვიდდი. კარგი. Annemin mezarını ოჯახის წევრებს უთხარი, რომ დედის საფლავზე იყავი. ben de oradaydım. მეც იქ ვიყავი, მაგრამ არ მინახი ხარ. Gittim. წავედი, Gittim de წავედი, მაგრამ çok duramadım. იქ გაჩერება ვერ შევძელი. Gel bakayım sen. წამომყევი. Oğlum შვილო, geç otur. დაჯექი შვილო. დაჯექი.
თამირ, Bana anlatmak არის რამე ისეთი რისი თქმაც გინდა? Ne gibi baba? მაგალითად, Ne bileyim, არ ვიცი, herhangi bir konuda. რაც არ უნდა იყოს. Yo. არა, Ne anlatayım ki? Ne არა, konuşayım? რა უნდა იყოს? Oğlum, შვილო, başımıza დიდი უბედურება გვეწვია და çok büyük ამ დიდი ცოდვის მიზეზი bu büyük დედა შენის იდუმალი საქმეები იყო. annenin ამას benden gizli ამას იმიტომ გეუბნები, რომ yaptığı işlerdi. შენც უნებურად Sen de შენც უნებურად böyle işlere ზგავს საქმეებში არ გაერიო. Bak, ამისმინე, birileri gelir. თუ ვინმე მოვა და გეტყვის, Annenin intikamı. დედის სიკვდილისთვის შური იძიე, ეს მოკალი, ის მოკალი. Ama ახალგაზრდა ხარ, gençsin, იმპულსური, delikanlısın. Üzgünsün, ნაწყენი ხარ, ვიცი, biliyorum. Ama ben მაგრამ başka bir evlat. კიდევ ერთი შვილის დაკარგვა არ მინდა თამირ. Benim არაფერია, benim annem არაფერია ისეთი, რასაც დედა ჩემის გამო არ გავაკეთებ. sana yalan söylemiyor. არ მოგატყუებ. რაც არ უნდა გავაკეთო, ვიცი რომ ამით დედას ვერ დავაბრუნებ. Getirmeyeceğini de biliyorum. Ben ხოლოდ tek bir kişinin ერთ ადამიანს ვუჯერებდი და ve o kişi ეს ადამიანი აღარ არის მამა. baba. Ben varım oğlum, მე ვარ შვილო, ben varım. მე ვარ. Hayatımın sonuna kadar სიცოცხლის ბოლომდე შენთან მიქნები. შვილო, İyiyim ben. კარგად ვარ დედა. Kurban საყვარელო შენმა ქმარმა ასეთ მდგომარეობაში მარტო როგორ გამოგიშვა. Ben ასე მოვინდომე დეიდა. ვიფიქრე აქ უკეთ მომივლიდით. რა თქმა უნდა, საყვარელო. ჩვენზე უკეთ ვინ მოგივლის? დეიდა შენს მეც ვეუბნებოდი. წავალ ზეინებთან ვიქნები, ყურადღებას მივაქცევ, მაგრამ თვითონ მოხვედი. წამოდი. არა დედა, პირდაპირ ოთახში ავალ. კარგი. ჩემს ოთახში დამლა, თავისუფალია? yok birkaç არა, იქ სულ რამდენიმე ნივთი აქვს. იქ არ დარჩება. წამოდი გაგაცილებ. ფრთხილად ჩვილო, ნუ ჩქარობ. ფრთხილად. çok ağrın var mı? რა მეკტკივა? ცოტა მტკივა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. Ben seninle ფრთხილად. მე კი ვიცი რატომ მოხვედი. ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. Nedime ნედიმე, belli ki kavga. როგორ ჩანს იჩხუბეს. O Halil İbrahim bu ხალილ იბრაჰიმი არ გამოუშვებდა ასეთ მდგომარეობაში. bence çocuk mevzusu. ალბათ ბავშვის თემა გაირგვა. İstediği tepki. და როცა სასურველი რეაქცია ვერ დაინახა, ადგა და წამოვიდა. სხვა რა უნდა იყოს. Sağ ol. გმადლობ. Dikkat et. ფრთხილად. Ne yaptın sen? რა გააკეთე ზეინო? Terk et. ხალილ იბრაჰიმი მივატოვე. Bu yaralı halin რა მიზეზი მოიგონე რომ ასეთ მდგომარეობაში აქ მოხვედი? boş ver Elif. დაივიწყე ელიფ. Buldum işte ben. მიზეზი ვიპოვე. Zeynep, ზეინებ, bence sen hiç sağ ფიქრობ საღადაზროვნება არ შეგიძლია. Anlıyorum, çok kötü. მესმის რომ ძალიან ცუდი რამ გადაიტანე, Hiç doğru değil. მაგრამ ის რასაც აკეთებ არასწორია. Birbirinizi bu kadar ვიცი ერთმანეთი როგორ ძალიან გიყვართ. bilmez bir yanlış yap. ნუ დაუშვებ იმ შეცდომას, რომლის გამოსწორებასაც ვერ შეძლებ. Bence doğru olan bu. Elif. ასე უფრო სწორი იქნება ელიფ. Bu Zeynep nasıl böyle bir şey სწორი როგორ უნდა იყოს? Dur bir dakika. მოიცა? ერთი Ben წუთით. de şota. გისმენ შოთა?
Evdeyim. სახლში ვარ. Zeynep yanımda. ზეინები ჩემს გვერდითაა. Bir şey mi oldu? მოხდა რამე? Yok bir şey. არა, არაფერი. Tamam. კარგი, Anneme მაშინ götüreyim o zaman. ტელეფონს დედას მივუდან. Şey... დედას anneme bir şey რაღაც უნდა söylemişler. უთხრას. Bir gidip bakayım. წავალ ტელეფონს მივუდან. Şota. შოთა, Ne diyorsun? რას ამბობ? Ne demek? რას ნიშნავს თუნჯაი მოკვდა? კარგი, არავისთვის მithქვამს. Ben aşağı ქვევით ჩავალ და nasıl söyleyeyim? მოვიფიქრებ დედას როგორ შევატყობინოთ. კარგი. კარგი. ღმერთო. კარგი, არიდირო. არიდირო. Sakin azıcık საქინე რამე წვნიანი გააკეთე. კარგი? კარგი. iyi gelsin. გოგონასთვის სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა გავაკეთებ. ცხრის ხორცი წვნიანი შეიძლება. დედა ერთი წუთით მოხვა? Hayır olsun kızım. რა მოხდა შვილო? Bir bak anne ben mutfakta. სამზარეულოში გელოდები. Sakine. საქინე, Belli ki Zeynep. როგორ ჩანს ზეინებმა რაღაც უთხრა. Git öğren. გაიგე რა მოხდა და მე მომიყევი. Bana anlat. კარგი? Tamam Nedim. კარგი. Aa. Ne oldu kızım? შვილო რა მოხდა? Anne დედა, Tuncay. თუნჯაი მოკლეს. Ne diyorsun sen? რას ამბობ შვილო? Anne დედა, çatışma. რაღაც კონფლიქტი მოხდა. Şotayla შოთას და ძმა ფიქრეთს თავს დაესხნენ. Tuncay da თუნჯაი კი ძმას გადაეფარა და ტყვია მას მოხდა. თუნჯაი. შვილო, Anne. დედა, Anne. დედა, Şota dedik. შოთამ თქვა რომ ამბავს მალე ყველა გაიგებს. Başkalarından. სხვებისგან გაიგებენ. Ne diyeyim hanıma? ამიტომ ნედი მეხანიმს უთხარითო, ძმა ფიქრეთს უთქვამს და ზეინებსაც Bir de tabii Zeynep var. უთხარითო. ღმერთო ჩემო. ღმერთო. ჩემი თუნჯაი. დაჯექი დედა. ჩემი თუნჯაი. ჯერ ისევ ბავშვია, ბავშვი. Anne biz bunu Dede. nasıl söyleyeceğiz? ამის შესახებ როგორ უნდა ვუთხრათ?